24 საათი ტყეში ანონიმურ პიროვნებასთან ერთად. ბევრი საინტერესო რაღაცის პოვნა. თავშესაფრის მოწყობა პირდაპირ კლდის ქვეშ. ხანით უამრავი მტაცებელი, რომელიც ბანაკს პირდაპირ ფულს ურტყავდნენ და ზუსტად ჩვენს გვერდით ნადირობდნენ და მათი მსხვერპლი დაიჭირეს ლიფტიც. თავშესაფრის მოწყობის საინტერესო ხერხი და გემრიელობების მომზადება. ჩაუჯექით მეგობრებო, წინ გელოდებათ საინტერესო ვიდეო.
აი მეგობრებო, ასეთი გამოვიდა ჩემი დროებითი თავშესაფარი. დავდებ ძირსაგებს, შვენიერია. აი ხავსიანი ტყეები მაგიტოა კარგი რა. ბევრი რაღაცის საშუალება გაქვს მაგ დროს. რადგან დასრულდა, უნდა შევიდე. და ესეც გავშალო ბარემ. Dyson. ამებთან ფრთხილად იყავი. არა ცოცხლზე. ჩემს გარეში აპირებდა ვიღაცა აქ წესი ბოდიას როგორ ძანდებით ვარ კარგად ზურა შენ როგორ და ნელა შემოუყევი აქ ფეხით რა შვები აი მეგობრებო ვინდა ბრუნდა ჩვენთან თავიდან სპეციალურად არ გითხარით პატარა სიურპრიზიც მინდოდა გამეკეთებინა რა აი სახკარი მოგიწყვია ის კი კაი კომფორტულიც არის შეგნიოდა ოთახი დაბრუნდი ხარ ხო აწი ზურა დაბრუნდა რა მოკლედ კი გითხარით რომ ვიღაცა სხვა ადამიანი გააგზავნებდა ჩემს აგივრად მოღვაწეობას მაგრამ ცოტათი ხო ვარ სხვა ადამიანი კი როგორ მინუს შინაგანადაც ცხოა და გარეგნულადაც მინუს რამდენი 20 რაღაცა კილო მაქვს მოვიჭერი კუჭი რეაბილიტაციის პერიოდის გამო ვერ ჩანდი და ცოტა გვიან მინდოდა დაბრუნება მაგრამ ვეღარ მოგითქინე კიდევ ბევრი მინუსი იქნება ზურა აქ გაჩერდება გვერდით აქ ჰამაკი ჩამოკიდებული ჩვენ შორის დიდი ლოდი გდია აქ ვიქნები მე ახლო გვინდოდა ძაა მაგრამ ჩემთან არ არის ესეთი ტოტები რომ ჰამაკი დაკიდოს და მე კიდე იქ ვერ გავაკეთებდი ამას იმიტომ რომ ამ დიდი ლოდის ქვეშ მინდოდა ყველა ვარიანტში ეხლა შეშავ ჩეხი მაგარი გახურებული ვარ ამიტომ არ გეგონოთ რომ ცალკე ვიქნებიდან რამე რა ზურა აქ არ მიაქ 10 მეტრის დისტანცია გვაქვს რაღაც რა ხო რა სადღაც ეგრეა მეგობრებო დღეს ტყეში მაქვს წამოღებული ბივერკრაფტის აღჭურვილობა ნაჯახი მაჩეტე კუკრი და დანა დღეს გაჩვენებთ აი საოცარი ნივთები არის ძალიან მომეწონა შეხედეთ ჯერა ხარისხია რა ეს არის ნაჯახი რა ვიდი აქ ვიდეო ეს არის მაჩეტე კუკრი და კამარზე მიკეთია დანა ამასაც ახლოდან გაჩვენებ ეს არის ნაჯახი ასეთ ნაჯახზე ვუცნებობდი რა აი ხელნაკეთები რაც არის თავის ყავის ჩასადები საოცარი ნაჯახი არის ფასებს მე მივაწერ ვიდეოშივე ამას აქვს თავისი საქამრეც მაგრამ ჯდება აქ არის დანა ესეც საქამრეზე მაქვს ბარემ დაყენებული და აღარ მოიხსენი რა დანა მაგარი ვიზუალი საკარგი ტყავია ძალიან დანას ახლოდან გაჩვენებთ აქვს თავისი კაჟიც ქარქაშზევე ესეც დანა ბივერკრაფტსი პარაკორდებით თავიანთია დანა ხელში მაგრაძის ეს მე შევარჩიე ნუ ყველაფერი მე შევარჩიე აქ რაც არის ეს არის კაჟი თავისივე ქარქაშიც აი უმაღლესი დონისაა მაგრად მომეწონა დღეს ამ სამეულს პირველად გამოვიყენებ ამ ვიდეოში და ეს არის მაჩეტე კუკრი თქვენ იცით რომ მაჩეტეებზე ვაფრენ რა ზოგადად ცივი იარაღები ძალიან მიყვარს და დანებით ნაჯახებით მაჩეტეებით მაგრამ კუკრი განსაკუთრებით ჯერ ქარქაში ნახეთ რა მაგარი არის ესეც მაჩეტე შეხედეთ რა კაია ძალიან კარგია რა ძალიან პრაქტიკული და წონაც ვიზუალიც ზომაც ყველაფერი მომეწონა მეგობრებო მე უკვე თვეებია არც ერთ გაზიან სასმელს არ ვსვავ აი ლიმონათებსაც კი არა რა საერთოდ უკვე თვეებია ვარჯიში დავიწყე და რაც ცუდი იყო ჩემი კვებიდან ზურა რაც ცუდი იყო კვებიდან ეგენიც ამოვაგდი აი მაგალითად მაიონეზს და კეტჩუპს აი რაშიც გინდა ქონდეს გაკეთებული არ ვჭამ ეგეთებს რა მაიონეზს აჯობია ხო და დავტოვე მარტო მინერალური წყლები რაც არის გაზიანი მაგებს ვსვავ რა მეც აი საერთოდ არაფერს არც წვენებს არც ლიმონათებს წვენებს ვსვამ მხოლოდ იცით როგორც ნატურალურ წვენებს რო ეძახიან რა არც ეგაა ნატურალური მაგრამ მაინც
მაგასაც ხშირად არა. ენერგეტიკული კი 4 წელია უკვე ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან. ენერგეტიკული ვაფშე არ უნდა დალივა რა ადამიანი. თქვენც მეგობრებო, ბევრი მიყურებთ, ვისაც ძალიან გიყვართ, ან ზოგი ვერ ეშვებით. აი, საკუთარ თავზე ზრუნვაზე კაი არაფერია, რა თქმა უნდა, სხვებზე ზრუნვა. მაგრამ აი, შენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომ ცუდი რაღაც არ დალიო, ცუდი რაღაც არ შეჭამო, არ მოწიო. აი, ეგ ასწორებს რა. რა ზურა? ხანდახან მოწევა შეიძლება. არა ბიჭო, რა ცუდია, აი რას გმატებს, ხო? მე ხა მაგალითად ენერგეტიკული ხო მიყვარდა 4 წლის წინ ძალიან რა. ერთი ვთქვი, არ დავლევთ ხო, აღარ დამილევია. ამ შემოდგომას კოკა-კოლაზე ვთქვი, ამოვაგდებ ცხოვრებიდან თქო და იმის მერე კოკა-კოლა წვეთიც არ დამილევია და მე უკვე დავფიქრდი, მე თქვი კოკა-კოლას თუ არ დავლევ, ლიმონათები რა თქო და მაგებზე ვთქვი და რამდენიმე თვია არც ერთი ლიმონათი არ დამილევია რა და ისეთი ნებისყოფა მაქვს, რომ რაღაცაზე რო ვიტყვი, რომ არ მინდა, მართლა აღარ მინდება მე რა. აი სულ აქ დამილაგონ და ყველა რო სვავდეს, მე არ მომინდება. და საჭმელიც რა, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, არაფერს არ ვჭამ ისეც. ძირითადად რასაც რითიც ვიკვებები, ეს არის ხორცეული, ზღვის პროდუქტები, ხილბოსტნეული. კიდე რა არის? ხო, ბურღულეო, ლობიო, ოსპი და ეგეთი რაღაცეები, რძის პროდუქტები. ძირითადი ჩემი რაციონი ეგ არის რა. ისეთ რაღაცეებს არ ვჭამ, რაც ნაყიდია და ასე შემდეგ. ქუჩაში კი რავი, წლებია მე ქუჩაში საჭმელი არ მიჭამია. რატო და ცუდია და იმიტა. ეხა ჩემს სახლს რო ყავდეს ისეთი სპონსორი, რამე მინერალური წყალი დახატავდა. აბა, ბორჯომი. ბორჯომი მირჩენია, იმიტომ რომ ბორჯომი მიყვარს. მოკლედ მეგობრებო, რატომ გითხარით ეგ? იმიტომ კი არა რომ ჩემ თავზე მოგიყვეთ და რაღაც. თქვენც ეცადეთ რომ რაც ცუდია ცხოვრებიდან ამოაგდოთ და უფრო მაგრად იცხოვროთ რა. დიდხანს იცოცხლებთ, ეგ უკვე ღმერთის ნებაა და ჩვენი საქციელიდან გამომდინარე რამდენიხანს ვიცოცხლებთ, მაგრამ ჯანმრთელები რო იქნებით, მაგაზი კაი რა არის, რა სწორებს. ჯანმრთელი დაბერდები და ჯანმრთელი წახვალ აქედან. ატყუებ ფასო შეიძლება ცხოვრება განსის ამდენი. ზურას არ დაუჯეროთ. ეს თვალე მოგდევით ყველა. არ არის ეგრე. ეს ჩამომივიდა, პატარა ხერხი მინდოდა რამე რა და ტემუნა გამოვიწერე. და სხვათა შორის დღეს გამოვიყენე და კმაყოფილი დავრჩი რა. კარგად ჭრის, რამდენჯერაც სპეციალურად ძალიან მაგრადაც გადავღუნე და გატყდომით არ გატყდა. ვისაც გენდომებათ, კომენტარებში დამიწერეთ და ლინკ ჩაგიგდებთ. და აქვე გეტყვით, პრომო კოდიც მაქვს და თუ ახალი აკაუნთით შეხო და პრომო კოდ შეიყვან, 400 ლარიან კუპონს გაცვლევთ. დილასახ ჭამა არ გამოგივიდა. დიდი გზა გქონდა, საერთოდ მოვედით. კაი დამღრელი გზასთან, აი ზურას კითხეთ. ნაგდან. სულ აღმართები რა. ამის თავზე მინდოდა კიდე ასვლა, მაგრამ მე არ ამოვებოდი ხო ის. ჰა.
ზურა აღარ წამოვიდოდა. ნაჯახი ძალიან მაგრად მომეწონა. ხო პატარა ნაჯახი არის, აი ეს, მაგრამ რო უტყავ, ისე მია გეგონება რაღაცა დიდ სურტყავო. მეგობრებო, მაგარი კმაყოფილი ვარ. ძალიან მომეწონა რა. არ შევცდი რომ ეს ბრენდი ავირჩიე. მანამდე ვიდეოებს უყურებდი ხოლმე და სულ მაინტერესებდა პირველ რიგში მიზიდავ და ძალიან ვიზუალი. მე საიტს გადავხედე ისა და აი გაამართლა რა. მოლოდინებს გადააჭარბა ჩემთვის. ნაჯახი ხო საერთოდ ეგ არის საოცრება. აისო რას თხრი? აქ რაღაცის ბუნაგივით აი ესია მე შეთხრი და ამის ქვეშ ჩადის და იმედია რაღაც სერიოზული არ არის. თეაფიტას გადავიხედოთ. ხენახი სად არის ამოსული? ქვაზე. ესე ვარ ჩუოგულ ტყეში. დრონს აქედან ვერ ავაფრენ. ავი იმედია რამის ბუნაგი არ არის რა, ზუსტად ჩვენს გვერდით არის. ესეც აშკარად ხდება, იმიტომ რომ სუნავს, ამდენი ხანია თხრის. ნახეთ. ხო ტყეში ვართ რა. ზღვის ნიჟარები. ეს არის წარღვნის დროინდელი. ბევრ არამორწმუნეებს მე კომენტარებში გამოხტომები ახასიათებთ ხოლმე. ვითომ ჭკვიანები რო არიან მეცნიერები და მიტყიცებენ სხვადასხვა სისულელეს. ყველა ნიჟარა აი ესე ზღვის ზონიდან საკმაოდ მაღლა და მთებში და ტყეებში არის წარღვნის დროინდელი. ეს ლოდები სუმაგერებით არის სავსე. ვა, ტაისონი. ზურა, ტაისონი არის შესული, უეჭველი რაღაცის იყო. ვამე თუ დაბრუნდა სახში რაღაცა კიდე გენტრევა. რა იმედია ხამი არ მოვა. აისონმა გამოიყვანა ეს წეღან პირით. კიდე კაი არ ჩაარჭო. ბიჭო, კიდე კაი არ ჩაარჭო, კბილები ნაზად გამოიყვანა. მეგონა ქვა იყო. ამას თხრი და ამდენი ხანი? აუ, სად არის ბუდე ნეტა რო დაუსვა, მოიცა ერთ წამს ზემოთაც თხრი და იქნება იქ დაიჭირა, ძალიან ცოდო არის. ნახე რა პატარაა. რავი ღმერთმა ქნას მივიდეს. დედამისი აიყვანოს. აქ იყო რა აქედან აიყვანა და არ ვიცი. ძალიან შემეცოდა. თავარი არაფერი დაუშავა რა და დავინახე. აბა შენ იცი წრუწუნა ტაისონს აღარ შემოუშვებ არიდარ და მიხედე შვილებს. მაგარია დედა რა ზოგადად ნებისმიერ არსებაში. რამხელა ის არის რა ქვია.
ბუნაგი რა და მე და ზურა ვფიქრობდი ან ტურის იქნებოდა ან მელი ის რა, იმიტომ რომ აი ესე ძალიან ღრმად ჩადის და ამ დროს გამოდის ციცქნა წრუწუნა, მინდვრის თაგვი. ხო, ეს დიდარია ვეჭველი. ეხლა მეგობრებო, პური მიუტანე დაუდე და შეჭამენ. ტაისონს მაწეღან კიტრიც დააგდო, ეგეც მიუტანე. შეჭამს მაგასაც შვილები ყავს და საჭიროა. აი მეგობრებო, ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ რატო გეუნებით ხოლმე რომ სიტყვაზე ბუნებაში რო ხარ, სიტყვაზე გათალი ბოსტნეული ხილი, აი ეს ნათლელები ან არ დაწვა, ან სახში არ წაიღო ნაგვად. ბუნებაშივე დაყარე, 100 კაცი ხო არ მიდიხარ თო საღორი დააყენოთ იქ რა. ერთი კაცი რო ხარ, 2-3, რამდენიმე მეგობრები რო ხარ, წასულები და სიტყვაზე ხილბოსტნეული გაქვს წაღებული და გათალეთ, ის ნარჩენები ან ხესთან დაყარეთ, ან ქვასთან, ან აქეთ-იქით და მერე მივა, ან ესეთი პატარა თაგვი მივა, მწერები მივლენ, ცოტა მოზრდილი არსებები, ფრინველები და შეჭამენ, გამოიყენებენ საკვებად რა. ნაგავში გადაყრას ჯობია რომ პირიქით რაღაცას დაუტოვო, ტყეში არაფერი არ დარჩება, ისე საკვებს გულისხმობ. ყოველ ჩვენ დატოვებულ საკვებს რაღაც არსება გამოიყენებს. მე პირადად ძალიან სიამონებს რომ აი ბუნებაშიც დავტოვო ხოლმე საჭმელი, რომ სხვადასხვა რაღაცები გამოვყვება. აი ტაისონის საჭმელს ხშირად ვტოვებ. ჩემს საჭმელსაც რაც მორჩება ხოლმე ვტოვებ, იმიტომ რომ რაღაც ვიცი რომ შეჭამს რა, თორე ნაგავის დაყრას ხო არ გეუნებით ან რაღაცის ნაფრთხენებს. საჭმელი რა, რაც ჩვენ გვერგება, იმათაც შეერგებათ. შენ კიდე კარგი ბიჭი ხარ, რომ იმ პატარა წრუწუნას არაფერი ატკინე. ძალიან ნაზად რო გამოიყო. რა სახი აქვს ტაისონ ახლა უკვე მეცინება. დურო. ბიჭო, რას აკეთებს, ეიცი? თვალებით მანიშნებდა იმისკენ. იმ ბუნაგისკენ. ვაი რა ოხელი ხარ შენ. მეგობრებო, ეს ხმელი ხე არის ჩემი თავშესაფრის თავზე და რამენაირად ისე უნდა გაუშვა იქით. თავშესაფარს რო არ მოხდეს რა. ჩამოვა და ოხ შენი იქაც ერთი ხმელი ხია, თორე თავშესაფარს ეცემოდა. აქ რომ მოვედი, ეგრევე სროდი დავინახე და მე თქვი ეგრევე აქ უნდა დავიწყო კეთება. უბრალოდ აი ეს არ შემიჩნევია რა. აი ეს ტოტი. რაც პირდაპირ ჩემს თავზეა ესე გადაშვერილი. თანაც იქითაა გადახრილი რა, არის სულ ხმელი. იმედია ღამე არ მოტყდება რავი. ღმერთო დამიფაროს და პირდაპირ მაგის ქვეშ ვარ. თქვენ ვისაც ასეთი რაღაცები გიყვართ და აპირებთ რომ აი რამე გააკეთოთ სადმე, ყოველთვის დააკვირდით ხოლმე თქვენ ზემოთ ტოტებს რა. შეიძლება უყურებდე ასე ხმელი ტოტი არის გაჩერებული ადგილზე, არ არის მოტეხილი და რაღაც, მაგრამ შეიძლება სრულად უმიზეზოდ მოტყდეს. მაგას შიგნით ჭია ყავს, ისინი სულ მუშაობენ, ჭრიან და შეიძლება აი ზუსტად იმ მომენტში მოტყდეს, რომ შენ მაგის ქვეშ იწვე და ღმერთო დაგვიფოროს და ეს მოტეხილი ტოტი. მაინც და მაინც ასე არ მოდის, შეიძლება შუაში გადატყდეს და აი პირდაპირ წამოვიდეს ესე წვეტი. აქ არ გადატყდეს და აი პირდაპირ შუაში გადატყდეს და ის ესე ეგრევე დაერჭობა რა მიწაზე და მაგიტო ძალიან საშიშია. უყურეთ ხოლმე ყოველთვის. გავამზადო შეშა.
ზურა დანისიც კმაყოფილი ვარ საჩეხადაც და კაშზეც. კი. დაისონმა რო ცეცხლის დანთებისას რამდენიმე ჯოხი არ გამომწყოს შანსი არ არის. აჯიკაიას მშრალი აჯიკა. აჯიკაიაც მაქვს თვითონ წამოღებული. მიგზიანი მწვანე აჯიკა. აჯიკაიას სვანური მარილი. კონდარი. უად მაგრამ ცხელა. რატო? შენ ცხოვრად გა? აგე ბიჭო, ცეცხლი მითია და აქ კარგა იკავებს ეხა ეს სიტყვას. ახ ნაქვასთან ნადაგენ თავი. კედელი ქვა ის ახლა ზამთარი რო იყოს. აქ აი დიდი კოცონი. ეს ხვა ხა იქნება ძმა, იმენა გრეიკასავით და წამოტეხილი. კი, და აი აქ ზამთარში აქ თუ მოვართ ისე სხვა დროს. აქ აი დიდი კოცონი და შემიძლია საძირეტომრის გარეშე ვიყო. ზამთარში აქ ვერ ამოვა. ამოვა. სამო. აქ კი არა თუ გინდ თის თავზეაო. მაშინ კაი ავტორიზოვანი. ხო და მაგასვამ. ეხან დამისთა ფეხი. არა ამოვა. აუ მაგარი კი გაასწორებს აქ ზამთარში. აუ ფრთები მქონდეს ნეტა. აუ მოინდომა. ისონი დადარკი. უბრალოდ სახელი მომეწონა. მაიკ დაისონის საბადი ჩანა. არა არა მაიკ აისონი არის. აი ყველა გახაგაცია. აქ წამოღებული მაქვს აჯიკაიას მწვანე ნიგზიანი აჯიკა. აუ ამაზე ვგიჟდები. აჯიკაიაზეც მინდა გითხრათ, საერთოდ ჩემთვის ერთ-ერთი მაგარი ქართული წამოწყებაა. საოცარი აჯიკები აქვს პირველ რიგში ნატურალური და საქართველოში აი ნატურალური პროდუქტის პოვნა არის ურთულესი. ხო დამეთანხმები ზურა მაგაში? კი ბატონო. ყველაფერი საქართველოში აი რაც კეთდება ძირითადად რა არის ნაგავი, ყველა კომპანია ჩალიჩობს იმაზე რომ უბრალოდ ფული გააკეთოს, აკეთებენ ნაგავს რაღაცა შხამს რომ ფეხებზე კიდიათ ვისავნებენ, ვისარავნებენ, თავარია ჯიბეში ჩაიდებენ ფულს და აჯიკაი ემით მომეწონა რომ მართლა ნატურალური პროდუქტები აქვთ. მართლა გულით აკეთებენ. ბევრად მეტი რო უჯდებათ და რაღაცა, იმიტომ რომ ნატურალური პროდუქტი ხალხი არიან. კი, მართლა კაი ხალხი არიან. უშუალოდ ქონია ორივე შეხება და ვიცით. და ეხა არიან რთულ სიტუაციაში საკმაოდ.
აქედან მოგიკითხოთ ჯერა რომ აქ თუ სიტუაციას დაძლევთ და აჯიკაია როგორი მაგარიც არის ისევ ეგეთი იქნება წარმატებები და ყოველივე კარგს გისურვებთ ღმერთი თქვენსკენ ესე შენი ჰეპი დოგი და საჭმელი მოდი გამოყენების მერე მე ესე ვარ რომ აუცილებელია ჩემთვის დანის გაწმენდა პირველ რიგში იმიტომ რომ იყოს სუფთა და მეორე იმიტომ რომ აუცილებელიცაა იარაღის გაწმენდა გამოყენების შემდეგ მაგრამ აქ სადაც წყალი უნდა დაზოგო დამაქომეს შალის ნაჭერი რა. ამით წმენთ შალი კაია ზოგადად საბრიალებლად ესე წმენდით. Tyson's is დაუყენე ცოტა ხნის წინ რომ ხამეავათებ მაინც ამახო იცით ბუდიალი იცის და ყურადღების ქვეშ მეყოლება. აგე ზურო დაწვა. ოგვებისგან იცავ თავს. ვეუბნები აგერ ჩემთან გადმოდი მეთქი კითხებთან ახლოს ვიქნები ცეცხლი ერთად გვიქნება თქო ისა ესა თუ ნახე აი დაშორება რა მაინც ასე შეიძლება ვერ აღიქვათ მაგრამ მე ჩავარდნში ვარ ქვემოთ ეს ზემოთ არის იქიდან ვერ ვხედავ ამას არ გადმოდის ცოცხალი თავით რა ვიჯო აქ ჩამოვიდე მაგრაც ეს ამაგი იყავი შენ მაშინ მანდ მე შევარ ჩემს ბუნაგში ისე მეგობრებო ამ ადგილას ფიქრობს რომ ზამთარში ძალიან მაგრად გაასწორებს შეიძლება კი დიდი რისკია ძალიან მაგრამ ესეთი გეგმა ესეთი იდეა მომივიდა ჩავიწერე იდეების სიაში რომ აი ესეთ დიდ ქვასთან ზამთარში თუნდაც ამ ტერიტორიაზე მოვიდე და გადავიღო ლაშქრობა ტყეში 24 საათის სიტყვაზე საძილე ტომრის გარეშე. საძილე ტომრის, კარვის, ტენტის, აი ეგეთი რაღაცების გარეშე, არც ძირსაგები, მარტო მექნება სიტყვაზე ნაჯახი, დანა, ხერხი, საჭმელი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აი ფუფუნების და სითბოს თემაში არაფერი მექნება ეგეთი. ცეცხლი და რაღაც ბუნებრივი. ძალიან მაგარი იქნება, მაგარი გამოცდილებაც. პირველ რიგში გეტყვით, რომ როდესაც ეგეთ ვიდეოებს ვიღებ ხოლმე, საერთოდ რა ვიდეოებსაც ვიღებ, ნახვებს არაფრის გამო არ ვაკეთებ რა, ჩემთვის თავარი არის ჩემი სიამოვნება, კაც პირობებშიც რო ვარ, თუნდაც მციოდეს, ეგეც სასიამოვნოა მე სახში რომ მეხვალ და გაიხსენებ როგორ პირობებში იყავი, როგორი გამოცდილება მიიღე. აი მაგარ გამოცდილებებს ვიღებ, ვაგროვებ. რა იცი რა სიტუაციაში აღმოჩნდები ადამიანი რა რაც მეტი გამოცდილება გექნება და რაც უფრო რთულ სიტუაციებს შეეგუები მით ბევრად მარტივად გამომკლავდები მე სხვა რთულ სიტუაციებს სადაც ცხოვრებაში თავს ამოყოფ ამიტომ მეგობრებო ნახვები ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი რა თქმა უნდა ეგეც კარგი არის ამხელა არხი მაქვს და ნახვები რო აქვს რა თქმა უნდა მიხარია კიდეც წარმატებული არხი რომ მქონდეს ეგეც ძალიან გამიხარდება მაგრამ ეგ სხვა თემა არის ჩემი თავარი მუღამი არის, აი ჩემი პირადი მუღამი სიამოვნება და გამოცდილება. ისე მეგობრებო, მე იმასაც არასდროს ვიძახი ხოლმე ვიდეოში, რომ აი არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ, მოიწონეთ. მაგას აი არასდროს ვამბობ რა. თითქოს ესე ვფიქრობ, რომ ვინმეს თუ უნდა შენი არხის გამოწერა, ისედაც გამოიწერს თქმის გარეშე, მაგრამ ბევრი მეუბნება გარშემო იუთუბერებს, ვისაც ვიცნობ,
აი ჩემ უცხოურ არხებზე სულ ვამბობ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, მაგრამ ქართულზე არ უზოს მithkoms რა. გონია რომ რაღაცაად ხალხს შევაწუხებ და გარშემო იუთუბერებს ვისაც ვიცნობ, ყველა მეუბნება რომ თქვი ხოლმეო, რა აუცილებელია არხისთვის მნიშვნელოვანიაო და რავი მეგობრებო, თავს თუ არ შეგაწყენთ ჩემი მაგ სიტყვებით, გეტყვით ხოლმე რომ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არის მნიშვნელოვანი, თუ გინდათ რომ ჩემი არხი უფრო წარმატებული იყოს. ამიტომ მეგობრებო, ვინც მიყურებთ და თუ სურვილი გაქვთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. აწი გეტყვით ხოლმე რა, მითხეს აუცილებელიაო და იმედია თავს არ მოგაბეზრებთ მაგით. გაგვიღამდა მეგობრებო. გაგვიღამდა. სანამ გავქაჩავთ ვიქნები და როდესაც მომერევა ძირი დავწვევი დავიძინებ. გამოვედი ბუნაგინაწეღან, შეშარო დამეტო კოცონზე და აი იქ იყო ნაბიჯების ხმა, აი ტაისონი რო დადის ხოლმე ზუსტად იგივე თემა. ეს აქაც წინავს. რომ მივანათე გაჩერდა, წამოვიდა მე აქეთ, ზევით. ასე აღმართიათ ის რა. შეიძლება ტურები გზვერავენ ან მელიები არიან. გელი ამ დროს აქ ამ ტყეში არ ვიცი. გონია რომ ზემოთ იქნება ამ დროს, უფრო ზემოთ. ტაისონი, აი ადგა. გამოვიდა იქით იყურება რა. მოდი აქ ბიჭო შორს აწახვიდე. სულ რა მეუნებოდა წეღან რამე რო იყოსო ტაისონი მიხვდებაო. ნაგე? მოდი აქ. მოდი ტაისონ საშიშია, მოდი. ტაისონ. მოდი. გაბრაზებული არის. მოდი. მოდი ტაისონ დაიკიდე რა უნდა მოვიდეს. ივლისში ტაისონ იარაღს ვიყიდი. ძილის წინ ერთი დგაბ ჰაერში და ეგ არის. შვიდა დაიძინებ ხოლმე. ესე იგი ჩემ ზემოთ არიან, უნდა ვიცოდე.
მეგობრებო 11 საათია. უკვე მოვითენთე. კადრებს გადავხედავ ცოტა ხანში ისა და მე დავწვევი და მე დავიძინებ. სიმშვიდეა ტყეში არაფერი ისეთი. რამდენჯერმე ტაისონი გავიდა, ჩემს უკან იყურებოდა გაბრაზებული საფოფრო რო იცის ხოლმე. შეიძლება მელია იყო, კურდღელი, შველი, ტურა, უამრავი ვარიანტია, მაჩვი, ციყვი, რავი 1000 რაღაც რა. სანამ რაღაც ხმას ამოიღებს, მანამდე ვარიანტი ვერ გექნება ბაც. აი მეგობრებო დავიძინებ, ღმერთმა მშვიდობიანი ღამე მოგცეს. შევხვდებით დილას. გვიანი არის მეგობრებო. წამო ჩე გითხარი და აქ ვერ შემოეტევე. დაგეხმარები. სურას უნდა ჩამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან დარბიან მეგობრებო, ტურა არის, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დარბიან რა. აი ეს ხან ქვემოთ, ხან ზურასკენ. მანამდე მეძინა გამაღვიძა ყვირილით. რაღაცა არისო. ეხაც იგივე რა, ცალკე ესეც არის ჩვენებს თავსაწევს დგება, მოწვევა და აქვე არიან რა. ზურა სადგან მომოვიდა, აგერ არის ჩემი გასასვლელი. მაგდადიან ჩვენს გარშემო, კაროჩე ტურები და აგერ მოვუწუდგდიბად ის რომ იმედიანად ვიყოთ ერთმანეთის გვერდში. ხო რა. აქ ახლა ფიზიკურად არ არის ჩემთან ადგილი, აი. საწავიდეს თორე. რა, აი მარტო ერთი კაცისთვის გავაკეთე, შენ აი ჩემი ჰამაკიო და. აი არა უკვე. ასე დავუძინებთ მეგობრებო, მოკლედ. მოდი აქ. კი არ დაგვაცდიან დაძინებას რა. ბიჭო, კურდღელია უეჭველი. 5:09 მეგობრებო და წიმად არის. ხო ბიჭო, წვიმო წამოვიდა. არც მე. როგორი მთვარიანი ღამე იყო. წვეთი არ ეწერა, 1%-იც კი არ იყო სერიოზულად. ის გვინდოდა ეხლა. თარო არიღებს, რამდენი ხანია უკვე. გათენა კიდეც და კიდე წვიმს. გათენა კიდეც და კიდე წვიმს. დილამშვიდობისა მეგობრებო, 7:02 წუთი არის, გამოვედი. ზურა იქით გადაწვა თავის ჰამაკში. წვიმამ გადაიღო რა, ნუ წინ კლავს ოდნავ, მაგრამ ისე მაგრადაც აღარ წვიმს ხო. ზურა 1-2 საათი წვიმდა რა. 5-ის რაღაცეებზე დაიწყო წვიმა. თითქმის 2 საათი წვიმდა, არ ველოდი საერთოდ, არსად არ ეწერა. ხო. ცეცხლს დავმატებ. წუხელ მეგობრებო, აი, ხამე რეები დარბოდნენ აქ, აზრზე არა ვარ. სულ არ ვიღებდით. მე მაგარი გათიშული ვიყავი, უფრო ზურა მეუნებოდა ხოლმე რა არისო და ვერ გამომეღვიძებოდა, მე ისე დავიძინებდი. სულ წრეზე დარბოდა რაღაც, მე რაღაც დაიჭირა ეთყობა, იმიტომ რომ ისისმოდა ტირილის ხმა რა, რო კლავს. მე აქედან ძალიან ახლოს დადიოდა და რავი, თან რამდენიმე. ალბათ ტურები იყვნენ.
საქმეში კოდალა შემოვიდა. პარენ დილაუთენია კვამლი გაუშო ყოღუების თემაში. აი ზურა როგორ არის ნახეთ. ასეთი მოფიქრება აკოლო არ დგება ვერა ვაყენე ცოცხალი თავით. სანამ ოდნავ წინ წკრავს მაინც არ ადგება. ზურა არ დგები ხო? ამას თუდად ეძინა. ავის დროა. სუნელი კაი აქვს. ძალიან მაინტერესებს ეს როგორი გამოვა. ეწერა რომ აქვს კენკრა, თაფლი და შოკოლადი. სუნელი საოცრებაა. ასე კაია. ჩავბარგდით მეგობრებო, ცეცხლი ჩავაქრეთ.
ავიღეთ ნივთები და წამოვედით გავუშვით სახლისაკენ. პატარა ბავშვის 10 იყო. ის იქნება წემსის ბავშვი. რა მწყემსის ბავშვი, აქ წყემს რა უნდა? თან წყემსის ბავშვი. მაშინ წითელი ქუდა. გოგოსი არის. ახლა საით მიდია. ძალიან ძველია თან. პურის თავის ქალა. ისი? პურა. ჩვენი ძე. ვა, ეს მიწერა თუ აქ შავად. ჭალობი იყო? ხო, ჭალობი იყო. უეჭველი. მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. ბუდინდელი კონსერვის ხილაა. ო, უსუსურო. ძალიან ძველია. მე და ზურა დაგემშვიდობებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ვიდეო მოიწონეთ, არხის გამოიწერეთ თქვენი სრულისამებრ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.